უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში. გაზაფხულზე იესოსთან და მის მოწაფეებთან ბეთანიიდან მოვიდნენ და აუწყეს. მისი მეგობარი ლაზარე ძიმედ იყო ავად. ამ ამბავის გაგებამ მოციქულები შფოთით მოიცვა. კარგი ხანია იყო, რაც იუდეველები მიზეზს ეძებდნენ, ქვებით რომ ჩაექოლათ მათი მოძღვარი. ახლა იესო უეჭველად წავიდოდა ლაზარესთან, ბეთანიაში. იქვე იყო იერუსალიმიც და იუდეველების განზრახვაც ადვილი შესასრულებელი იქნებოდა. როდესაც იესო ტაძრის განახლების დღესასწაულზე იერუსალიმში ჩავიდა, ტაძარში იესომ იუდეველების ურწმუნოება კიდევ ერთხელ ამხილა. მაშინ იუდეველებმა ქვებს ხელი წამოავლეს ქრისტეს ჩასაქოლად. ახლა უკვე გაზაფხული იდგა, მაგრამ იესოს ჩასვლა იერუსალიმში მოციქულებს მაინც აშინებდა. მათ არ იცოდნენ, რით დამთავრდებოდა მოძღვრის ხელახალი შეხვედრა იუდეველებთან. მალევე გამოირკვა, რომ ლაზარე გარდაიცვალა და იესოც ლაზარეს დების, მართასა და მარიამის მოსანახულებლად გაემგზავრა ბეთანიაში. მოციქულებმაც გადაწყვიტეს მოძღვარს გაჰყოლოდნენ. იესო და მისი მოწაფეები მაშინ ჩავიდნენ ბეთანიაში, როდესაც ლაზარე 4 დღის დაკრძალული იყო. იესოს მართა შეეგება, შესჩივლა, აქ რომ ყოფილიყავი, ძმა არ მომიკვდებოდაო. იესომ გლოვიარე მართა დაამშვიდა და დაარწმუნა, რომ მკვდრეთით აღდგებოდა მისი ძმა. მართამ მარიამს დაუძახა. მარიამი ტირილით მოდიოდა, უკან ცრემლიანი ნათესავები მოყვებოდნენ. ამის შემხედვარე იესოს თავადაც ცრემლი მოერია. ყველანი ლაზარეს საფლავთან მივიდნენ. აკლდამას ქვა მოაშორეს. მართა შეწუხდა გვამი გახწნას დაიწყებდაო. მაშინ იესომ თქვა: აღზრდეკ და გამოვედ ლაზარე. ებრაელთა წესის თანახმად მიცვალებული სუდარაში გახვეული იგრძელებოდა. სუდარაში შეხვეული ლაზარე აკლდამიდან გამოვიდა. იესომ ლაზარეს სხეული სახვევისგან გაათავისუფლებინა და მკვდრეთით ამდგარმა ლაზარემ ამდენი ხალხის თვალწინ გაიარა. ამის შემსწრე ადამიანებმა ქრისტეში მესია შეიცნეს და ირწმუნეს იგი. სასულიერო იერარქებმა და მწიგნობრებმა ჭობა გამართეს. იესო ბევრს ასწაულს ახდენს, თუ კი ამ საქმეს ასე დავტოვებთ, ბევრი ირწმუნებს მას. იერარქებს შორის უპირველესი მღვდელმთავარი კაიაფაც ერია. კაიაფა იმ წელს დანიშნეს მღვდელმთავრად. მან გადამწყვეტი სიტყვით მიმართა საბჭოს. თქვენ არაფერი იცით და ვერც ხვდებით, რომ უმჯობესია ერთი ადამიანი მოკვდეს, ვიდრე მთელი ხალხი გაიწიროსო. ამ დღიდან იესოს მოკლა გადაწყვიტეს. მარტის შუა ნაწილი იესომ უდაბნოსთან ახლოს პატარა ქალაქში, ეფრაიმში გაატარა. შემდეგ ისევ ბეთაბრაში წავიდა. ლაზარეს აღდგინების შემდეგ ქრისტეს მოწაფეები მღვდელმთავრების და რაბინების გამო კიდევ უფრო მეტად წუხდნენ. ქრისტეს უპირველესად სწორედ მღვდელმთავრები და სასულიერო პირები უნდა მიგებებოდნენ. მათ უნდა შეეცნოთ ქრისტეში ქვეყნის გადამრჩენი. ისინი კი სულიერად ბრმები აღმოჩნდნენ. ახლოვდებოდა პასექის დღესასწაული. დღესასწაულამდე 10 დღით ადრე იესომ თავის მოწაფეებს უთხრა, რომ ისევ გადავიდოდნენ იორდანეზე და შევიდოდნენ იერუსალიმში. მოძღვარმა წინასწარ მიანიშნა მოციქულებს, რომ იერუსალიმში აღსრულდებოდა ყოველი, რაც ნაწინასწარმეტყველები იყო კაცის ძის შესახებ. როგორ გადასცემდნენ სასულიერო იერარქები და მწიგნობრები იესოს წარმართებს, როგორ აგინებდნენ, შეურაცხყოფდნენ, ცემდნენ, აფურთხებდნენ და მოკლავდნენ და მესამე დღეს როგორ აღდგებოდა ის. მოციქულებმა ვერაფერი გაიგეს მოძღვრის სიტყვებიდან. ეს სიტყვა დაფარული იყო მათთვის. იერიხონის შესასვლელთან ბრმა ბართიმეოსი მოწყალებას ითხოვდა. ბართიმეოსმა ყური მოკრა, რომ იესო ნაზარეველი იერიხონში შედიოდა და ყვირილი დაიწყო. იესო, ძეო დავითისაო, შემიწყალე მე. ეს იყო პირველი ხმამაღალი მიგებება მესიის. ბევრი შეშინდა და დაფრთხა და ბართომეოსის გაჩუმებას სცადა, მაგრამ ის უფრო ხმამაღლა უხმობდა ქრისტეს და უფალმაც აუხილა მას თვალი. ამ სასწაულის შემდეგ იმდენი ადამიანი შემოეხვა იესოს, რომ მისი დანახვა შეუძლებელი გახდა. ქრისტეს და მის მოწაფეებს სულ უფრო მეტი ადამიანი უერთდებოდა და ეს დიდი პროცესია თანდათან იერუსალიმს უახლოვდებოდა.
პასექამდე 6 დღით ადრე იესო და მისი მიმდევრები ბეთანიაში შევიდნენ, სადაც იესოს პატივსაცემად ნამდვილი დღესასწაული გაიმართა. თავი მოიყარა უამრავმა ხალხმა. ბევრი იერუსალიმიდანაც კი ჩამოვიდა, რომ ყდრეთით ამდგარი ლაზარეც თავისი თვალით ეხილა. მღვდელმთავრებს ახალი თავსატეხი გაუჩნდათ. ახლა ლაზარეს მოკლაც გადაწყვიტეს, რომ იუდეველებს იესო არ ერწმუნათ. სასრულ სტუმრებს თავსევლებოდნენ მართა და მარიამი. უფლისადმი უდიდესი სიყვარულის და თაყვანისცემის ნიშნად მარიამა ძვირფასი ნელსაცხებელის ხო ფეხებზე მაცხოვარს და შემდეგ თავისი თმებითვე შეუმშრალა ფეხები. ერთმა მოწაფეთაგანმა იუდა ისკარიოტელმა, რომელსაც მოწაფეების სალაროება რა განაცხადა. განაუკეთესი არ იყო გაგვეყიდა ეს ნელსაცხებელი 300 დინარად და გლახაკებისთვის დაგვერიგებინა ფულია. ბეთანიაში იესო ორი მოციქული მოპირდაპირედ გაშენებულ პატარა სოფელში გაგზავნა და უთხრა: იქ იპოვით ახალგაზრდა ვირს თავისი კვიცით, ახსენით და მომიყვანეთ. თუ გკითხავენ ვის სჭირდება, ეტყვით, რომ უფალს სჭირდება ისინი. ეს ყოველივე მოხდა, რადგან აღსრულდა წინასწარმეტყველება ზაქარიასი, რომელმაც ქრისტეს შობამდე რამდენიმე ასეული წლით ადრე თქვა: აჰა, მეუფე შენი მოვალს, შენ და მართალი და მაცხოვარი, თავადი მშვიდი და მჯდომარე კარაულსა ზედა და კიცუსა ახალსა. ბაბილონის ტყვეობიდან გამოხსნის შემდეგ იუდეველებმა კვლავ ააშენეს იერუსალიმის ტაძარი. 515 წელს ტაძრის განახლების დღესასწაულზე იუდეველები პალმის რტოებით ხელში დავითის ფსალმუნს უგალობდნენ ღმერთს, კურთხეულარს მომავალი სახელითა უფლისაითა. მაშინ ბევრი დარწმუნებული იყო, რომ მალე მოვიდოდა მესია. იუდეველების დიდი ნაწილი თვლიდა, რომ მესია მაშინ მათივე კეთილმორწმუნე მეფე ზორობაბელი იყო. მეფეც დავითის შთამომავალი ახალი ტაძრის და იერუსალიმის კედლების ამშენებელი იყო. მაშინ სპარსეთი შეშფოთდა და ზორობაბელი ბაბილონში გამოიძახეს. მეფე ბაბილონიდან აღარ დაბრუნებულა. ახლა იუდეაში უმწვავესი სულიერი კრიზისი იდგა. გადარჩენის იმედი იწორებოდა. და ისევ გაისმა წინასწარმეტყველის ხმა: განმზადეთ გზა უფლისაი, წრფელყვენით ალაგნი ღმრთისა თქვენი სანი და გამოჩნდეს დიდება უფლისაი და იხილოს ყოველმან ხორცმან მაცხოვრება ღმრთისაი. იყო კვირადღე. მთელი იერუსალიმი აფორიაქებული მოძრაობდა. ტაძრის გარშემო ხალხი ერეოდა. ამბობდნენ, რომ გალილეის ნაზარეთიდან ქრისტე უნდა მოსულიყო. ფარისევლები ღელვა მოიცვა. ვეღარაფერს ასწრებდნენ. მთელი ქვეყანა იესოს ახსენებდა და მის შესახვედრად ემზადებოდა. როდესაც საყედარზე ჯდებოდა იესო, მისმა მოწაფეებმა საკუთარი სამოსელი დაუფინეს უნაგირად იესოს. ქრისტე და მისი მოწაფეები ზეთისხილის მთიდან დაეშვნენ. ყოველ ფეხის ნაბიჯზე მეტი და მეტი ადამიანი უერთდებოდათ მათ. თაყვანისცემის ნიშნად აღმართული პალმის რტოებით, მიწაზე დაფენილი სამოსელითა და საზეიმოდ ოსანას გალობით უახლოვდებოდა მაცხოვარი იერუსალიმს. ალბათ არასდროს ყოფილა უფრო მარტო იესო, ვიდრე იმ წუთებში. უფალზე უკეთ არავინ იცოდა, რომ მთელი ეს ეიფორია, ტრაგიკული გაუგებრობა უფრო იყო, ვიდრე ღმერთის და მაცხოვრის მიღების დღესასწაული. არც იესოზე უკეთ იცოდა ვინმემ, რომ ამ ხალხს სულიერი თავისუფლება და წამებული უფალი არაფერ შეესაჭიროებოდა. უფალი იმასაც გრძნობდა, რომ ეს მოზეიმე ხალხი, რომელიც ახლა ოსანას შესძახოდა, სულ რამდენიმე დღეში ჯვარზე გასაკრავად გაიმეტებდა მას. უფლის ჯვარცმას კი იერუსალიმის დანგრევა და გაცამკვერება მოყვებოდა. ალბათ ამიტომაც სევდიანი და მწუხარე შედიოდა უფალი თავის ქალაქში. თვალის უპეებში წრემლები ედგა და ჩუმად დადიოდა იერუსალიმს. უკვე თუმცა გეცნა შენ დღესა ამას მშვიდობა ჩენდა, ხოლო აც დაეფარა თვალთაგან შენ და დაგარღვიონ შენ და შვილნი შენი შენ შორის დაეცნენ და არა დაშთეს ქვაიქვასა ზედა შენ შორის. ამისთვის რამე თუ არა გულისხმა ყავს ჟამი მოხედვისა შენისა. მაგრამ ამ კვირა დღეს ყოველი მხრიდან ისმოდა: ოსანა ძესა დავითისასა, ურთხეულ არს მომავალი სახელითა
მართლისაით.